მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს spelling tutorial ტრადიციულად ყველაფერი მარტივად და გასაგებად. დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა არის JavaScript-ის ლუპები. დღეს განვიხილავთ JavaScript-ის ლუპების 5 ძირითად ტიპს. ესენი არის for, while, do while, for of და for. დღევანდელი ვიდეოსთვის მოგემზადეთ ძალიან საინტერესო სლაიდები. მოდი გადავიდეთ პირდაპირ სლაიდებზე და განვიხილოთ თითოეული მათგანი. ხედავთ სლაიდებს, რომელიც უკვე გახსნილი მაქვს და გამზადებული. როგორც გითხარით, JavaScript-ში გვაქვს 5 ძირითადი ტიპის ლუპი. ეს არის for, while, do while, for of და რა თქმა უნდა for in. მოდი პირველ რიგში გავიგოთ თუ რა არის ლუპი. გადავიდეთ პირველ სლაიდზე. ლუპი არის პროგრამირების მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთი და იგივე კოდის ბლოკი რამდენჯერმე შევასრულოთ. მაგალითად, იმის ნაცვლად რომ ერთი და იგივე კოდი ბევრჯერ ვწეროთ ხელით, უბრალოდ ვწერთ ერთ ციკლს, რომელიც ამას უკვე შემდეგ თვითონ ასრულებს. ახლა რა არის JavaScript-ის ლუპის, ასე ვთქვათ, მთავარი იდეა? ეს არის ავტომატიზაცია, ლუპები ავტომატურად იმეორებენ ოპერაციებს, რაც ზოგავს დროს და ამცირებს შეცდომების რისკს, რასაც დამეთანხმებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. JavaScript-ის ლუპებს მუშაობის 4 პრინციპი აქვს, ასე ვთქვათ. პირობის შემოწმება, ანუ პირველი პირობის შემოწმება. ანუ ლუპი ამოწმებს უნდა გაგრძელდეს თუ არა გამეორება. მეორე ეს არის კოდის შესრულება. ანუ თუ პირობა ჭეშმარიტია, შესრულდება კოდის ბლოკი. ანუ თუ პირობა არის true, მაშინ კოდის ბლოკი შესრულდება. ხოლო თუ პირობა არის false, ანუ მცდარი, მაშინ რა თქმა უნდა კოდის ბლოკი არ შესრულდება. მესამე ეს არის განახლება. ანუ მთვლელი ან სხვა პარამეტრი განახლდება. მეოთხე არის უკვე გამეორება. ანუ პროცესი მეორდება სანამ პირობა მცდარი არ გახდება. მაგალითად, რაღაც პირობა, რომელიც თავიდან არის true, ანუ ჭეშმარიტი და პირობა, ანუ კოდის ბლოკი მეორდება, იქამდე სანამ პირობა არ გახდება false, ანუ არ გახდება მცდარი. მოდით ახლა გავანვიხილოთ თითოეული მათგანი. JavaScript ლუპების ტიპები. როგორც გითხარით, 5 ძირითადი ლუპი გვაქვს JavaScript-ში. ლუპის ტიპი ეს არის for, ანუ კლასიკური, while პირობითი, do while გარანტირებული, for of გამოიყენება მასივებისთვის, ხოლო for in ობიექტებისთვის. ანუ for, როდესაც წინასწარ განსაზღვრულია განმეორებათა რაოდენობა, ანუ წინასწარ ვიცით, რამდენჯერ უნდა განმეორდეს ჩვენი კოდი. მაგალითი რო ავიღოთ, რომ გვაქვს კალათა, ხილის კალათა, სადაც გვაქვს ვაშლები. ანუ და გვინდა რომ თითოეულ ვაშლს დავაწეროთ ფასი, რას ვაკეთებთ ამის, ანუ თითოეულ ცალ-ცალკე ვიღებთ და ვაწერთ ფასი, იქამდე სანამ არ გამოილევა კალათიდან ვაშლები. როდის გამოიყენება, როცა ვიცით რამდენჯერ უნდა უბრუნოს, ასე ვთქვათ, ჩვენმა კოდმა. მეორე ეს არის while, ანუ პირობითი მუშაობს მანამ, სანამ პირობა ჭეშმარიტი, ანუ სანამ პირობა არის true, მუშაობს იქამდე. დაახლოებით ხილის ჭამა, ხილის ჭამას გავს, მანამ სანამ არ დანაყრდები რა, ჭამი იქამდე, სანამ არ დანაყრდები. როდესაც უკვე დანაყრებული ხარ და ასე ვთქვათ, false გახდება, ანუ თუ ქშია არის true და ჭამი იქამდე სანამ არ გახდება false, ანუ ქშია, არ ქშია, ეს იგი, თუ აღარ ქშია, ანუ უკვე არის false. და უკვე ასე ვთქვათ, წყვეტს მუშაობას ჩვენი კოდი. როდის გამოიყენება, როდესაც ვიცით პირობა. რაც do while. ეს არის გარანტირებული. ანუ მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა შესრულდეს გარანტირებულად do while ციკლი. ანუ ლუპი. უცხო მაგალითად რო ავიღოთ, ეს გავს უცხო ხილის ჭამას. მაგალითად, არის რაღაც ხილი, რომელიც არ გვაქვს გასინჯული და გვინდა რომ გავსინჯოთ. ანუ არ ვიცით ჩვენ მოგვეწონება თუ არა ეს ხილი, მაგრამ პირველი რასაც ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, პირველი აუცილებლად ვსინჯავთ
და მხოლოდ ამის შემდეგ ვწყვეტ ჩვენ მოგვეწონა თუ არა. ანუ თუ მოგვეწონება გავაგრძელებთ, თუ არ მოგვეწონება არ გავაგრძელებთ მის მირთმევაზე. ანუ როდის სრულდება ერთხელ მაინც უნდა შესრულდეს აუცილებლად რა. ანუ ერთხელ თუ არ გასინჯე ის ხილი, მაგალითად თუნდაც ერთი ასე ვთქვათ, ლუკმა, იქამდე შენ ვერ გაიგებ მოგეწონა თუ არ მოგეწონა. ასევე არის do while, ანუ პირობა ერთხელ მაინც უნდა შესრულდეს. For off loop. ანუ იღებს ელემენტის მნიშვნელობას პირდაპირ. ეს გავს მაგალითად კალათიდან თითოეული ხილის ამოღებას. ანუ კალათიდან იღებს თითოეულ ხილს და ამბობ, რომ ამოვიღე ვაშლი, ამოვიღე მსხალი, ამოვიღე მაგალითად ბანანი, ამოვიღე პორტოხალი, ანუ იქამდე სანამ კალათიდან ყველას არ ამოიღებ. ანუ როდის სრულდება, ანუ მასივებზე ეს გამოიყენება მასივებისთვის და სტრიქონებისთვის. For in გამოიყენება ობიექტებისთვის, ანუ იღებს გასაღებებს, ანუ ქის და თვისებებს. ანუ დაახლოებით როცა გვინდა რომ ერთი ვაშლის ასე ვთქვათ მახასიათებლები გავიგოთ, ანუ რა ფერის არის, რა ჯიშის არის, ასე ვთქვათ როგორი გემოსი არის და ასე შემდეგ რა. როდის გამოიყენება, ანუ როდესაც გვინდა მისი თვისებების გაგება, ანუ ობიექტების თვისებებისთვის გამოიყენება. ანუ ყველა ლობს თავისი გამოყენების შემთხვევა აქვს რა. ეს გააჩნია შენ ასე ვთქვათ რა პირობა გაქვს, ანუ ამოცანის მიხედვით რა პირობა გაქვს, იმის მიხედვით შეგიძლია შენ აირჩიო შენთვის ასურველი ლუპი. გადავიდეთ ახლა უკვე გავიმხილოთ თითოეული მათგანი დეტალურად. For loop კლასიკური ციკლი. სინტაქსი. სინტაქსი არის ასეთი, იწერება for-ი, შემდეგ ინიციალიზაცია, პირობა, განახლება. და ხსნით ბრეკეტებს, სადაც იწერება უკვე კოდის შესასრულებელი ბლოკი, ანუ ბრეკეტებში იწერება ასე ვთქვათ კოდი, რომელიც უნდა შესრულდეს. მაგალითი გვაქვს აქ მოცემული, ახლა აღარ წავიკითხო მაგალითს, უბრალოდ გეტყვით ასე ვთქვათ როგორ მუშაობს. პირველი ეს არის ინიციალიზაცია, ანუ სადაც ინიციალიზაციას უკეთებთ, ანუ მომент რომ აი უდრის ნულს, შემდეგ არის პირობის შემოწმება, სადაც გვიწერია რომ აი ნაკლებია 5-ზე, მესამე ნაბიჯი ეს არის კოდის შესრულება, მეოთხე განახლება, ანუ აი პლუს პლუსი და მეხუთე გამეორება, სანამ აი ნაკლებია 5-ზე, გამეორდება იქამდე. ხილის ანალოგია რო ავიღოთ, ანუ წარმოგიდგენ რომ კალათაში გვაქვს 5 ვაშლი და გვინდა თითოეულს დავაწეროთ ფასი. ანუ იღებ პირველ ვაშლს აწერე ფას, მეორეს, მესამეს, მეოთხეს და იქამდე სანამ 5-ზე ნაკლები არ გახდება. ეხლა თქვენ აქ არ დაგაბნიოთ რომ გვიწერია რომ და ასე 5-ჯერ განმეორდება ამ კონკრეტული მაგალითზე გეუბნებით, აი ეგ. ეს ნიშნავს იმას რომ ანუ ინიციალიზაცია, ანუ ინდექსი იწყება ნულიდან. მაგრამ გვაქვს 5 ვაშლი, ხო? და პირველი ვაშლი ამ შემთხვევაში რომ წარმოვიდგინოთ გვაქვს ვაშლები, პირველი არის პირველი რომელიც წერია ინდექსით არის 0, ამიტომ იწყება იქიდან 0-დან რა. 0 1 2 3 4 5 გამოიტან. მიუხედავად იმისა რომ გვაქვს 5 ვაშლი, მაინც 5 გამოიტანს. მაგრამ ის მეხუთე ვაშლი ანუ მაინც გამოდის რომ 5-ზე ნაკლები გამოდის. იმიტომ რომ ინდექსით მეხუთე არ არის, რა თქმა უნდა, 5-ზე ნაკლებია ინდექსით. ანუ როდის გამოვიყენოთ, როცა წინასწარ ვიცით გამეორებათა რაოდენობა, რიცხვებზე იტერაციისთვის, ანუ გადავლისთვის, გამეორებისთვის, შემოწმებისთვის, ასე ვთქვათ და მასივების ინდექსებზე მუშაობისთვის. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ეს არის, მოდიოთ ნოტაობად რომ კარგად გამოჩნდეს. ეს არის while loop-ი, ანუ პირობითი ციკლი. მისი სინტაქსი გამოიყურება ასე, იწერება while-ი, ფრჩხილებში რა თქმა უნდა პირობა, ანუ if-ისგან განსხვავებით, for-ისგან განსხვავებით, ამას მხოლოდ აქვს პირობა. და ბრეკეტებში უკვე იწერება კოდი, რომელიც უნდა განმეორდეს. აქ გვაქვს ასევე მაგალითი. შეგიძლიათ თქვენ დააპაუზოთ თითოეულ სლაიდზე და ანუ კოდი თქვენი ხელით გადმოიტანოთ და გასინჯოთ თუ რას აკეთებს.
მნიშვნელოვანი რაც არის while loop-ში. ანუ თუ პირობა თავიდანვე არის მცდარი, ანუ false-ი, კოდის საერთოდ არ შესრულდება. ხილის ანალოგია რო ავიღოთ, ახლა როგორც წაღანდელი მაგალითი, ანუ შენ ჭამ ხილს იქამდე სანამ არ დანაყრდები რა. შენ წინასწარ არ იცი რამდენი ხილი დაგჭირდება იმისთვის რომ დანაყრდე. იქნება ეს 1, 2, 7 თუ ასე შემდეგ. ანუ მიირთმევ იქამდე ხილს, სანამ არ დანაყრდები და სანამ პირობა არ გახდება false. როდის გამოვიყენთ, როცა არ ვიცით ზუსტად გამეორებათა რაოდენობა, ანუ რამდენჯერ მოგვიწევს გამეორება. როცა ვიცით პირობა, მაგალითად მომხმარებლის მოქმედება ან ნებისმიერ სხვა. და უსასრულო ციკლებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ რაღაც ცოტა ფრთხილად. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, ეს არის do while loop-ი, გარანტირებული ციკლი. ანუ do while-ის სინტაქსი ასე გამოიყურება, იწერება do, შემდეგ იხსნება პირდაპირ ბრეკეტები, ბრეკეტებში რა თქმა უნდა იწერება კოდი, რომელიც უნდა განმეორდეს და ბრეკეტების დასრულების შემდეგ წერთ უკვე while-ს, ანუ do და while. ანუ while-ში იწერება უკვე პირობა. განსხვავება while-ისგან რა არის ახლა do while-სა და while შორის რა? ანუ while-ი ჯერ ამოწმებს პირობას და მერე ასრულებს, ხოლო do while-ი ჯერ ასრულებს და მერე ამოწმებს პირობას. ხილის ანალოგიაც რო ავიღოთ, ეს არის მაგალითად კიდე გასინჯო რაღაცა უსხო ხილი, არ იცი შენ გემო, მაგრამ ერთხელ მაინც თუ არ გასინჯე, იქ შენ ვერ მიხვდები მოგეწონა თუ არ მოგეწონა, თუ მოგეწონება გააგზავნებ, თუ არ მოგეწონება არ გააგზავნებ. როდის გამოვიყენოთ, როცა მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა შესრულდეს, ასე ვთქვათ, კოდი. მომხმარებლისგან ინფორმაციის მისაღებად და ასევე პაროლის შეყვანის მოთხოვნისთვის. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, ეს არის for of loop-ი მასივებისთვის, რომელიც გამოიყენება მასივებისთვის, მის სინტაქსი არის ასეც, იწერება for const element of iterable, ბრეკეტები და კოდი თითოეული ელემენტისთვის. მუშაობს ასევე სტრიქონებზე, მაპებზე და სეტებზე. ხილის ანალოგია რო ავიღოთ, ანუ გაქვს კალა და ვაშლი, მსხალი, ბანანი და ასე შემდეგ. და შენ საცითაოდ იღებ თითოეულ ხილს და ამბობ მის სახს, ანუ ამოვიღე ვაშლი, ამოვიღე მსხალი, ამოვიღე ბანანი და როდის გამოვიყენთ, როცა ინდექსი არ გვჭირდება, მასივებზე, სტრიქონებზე და კოლექციებზე და სუფთა და მარტივი კოდისთვის გამოიყენება. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, რომელიც არის უკვე for in loop-ი ობიექტებისთვის. ანუ for მის სინტაქსი გამოიყურება ასე, for-ი ჭხილებში const key of const key in object ბრეკეტები და ბრეკეტებში იწერება ისე რა თქმა უნდა კოდის თითოეული თვისებისთვის, ანუ იწერება კოდი. გაითვალისწინეთ, რომ ანუ for-ინ იღებს გასაღებებს keys, არა მნიშვნელობას, ანუ მნიშვნელობის მისაღებად გამოიყენება object key, ანუ ამ შემთხვევაში keys, ანუ აქედან მოიღებს colors, weights და time. ხილის ანალოგია, ანუ გაქვს ერთი კონკრეტული ვაშლი და გაინტერესებს მისი მონაცემები, ანუ თვისებები რა. ანუ რა ფერისაა, რა წონისაა, რა ჯიშისაა და და გინდა რომ ყველა თვისება ნახო მისი. როდის გამოვიყენთ, მხოლოდ ობიექტებისთვის გამოიყენება, როცა გვინდა ვიცოდეთ ობიექტის თვისებები, ანუ რა თვისებები აქვს ობიექტს და დინამიური თვისებების გამოსახატად. მოდი ახლა გადავავლოთ თვალი, შევადაროთ ერთმანეთს, ანუ for-ი გამოიყენება, როდესაც ცნობილია რაოდენობა, უპირატესობა, ანუ სრული კონტროლი აქვს for-ს. while-ი გამოიყენება, როდესაც ცნობილი არის პირობა, მის უპირატესობა, რა თქმა უნდა, არის მოქნილობა. do while-ი გამოიყენება მინიმუმ ერთხელ გამეორებისთვის. უპირატესობა, რა თქმა უნდა, არის მისი ის, რომ ის არის გარანტირებული. for of გამოიყენება მასივებზე და სტრიქონებზე, ანუ უპირატესობა მისი არის სუფთა კოდი. ხოლო for in-ი გამოიყენება ობიექტებისთვის და მისი უპირატესობა არის თვისებებზე ცდომა. ანუ ჩემი რჩევა იქნება, რომ აიჩეთ ლუპი, ამოცანის ნებისმიერი ლუპი აიჩეთ, თქვენთვის სასურველი ლუპი აიჩეთ ამოცანის მიხედვით, ანუ იმის მიხედვით თუ რა ამოცანა გაქვს და რა პირობა გაქვს. ფრთხილად იყავით, რომ თავიდან აიცილოთ უსასრულო ლუპები
და ჩემი კიდევ ერთი რჩევა იქნება ის, რომ აუცილებლად გამოიყენეთ პრაქტიკაში და ძალიან ბევრი ვარჯიშეთ პრაქტიკაზე, რათა ასე ვთქვათ, უკეთ შეისწავლოთ ლუპები, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამირებაში. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო. დააკომენტარეთ, დალაიქეთ, არ დაიზაროთ. გამოგყევით და ერთად განვითარდეთ პროგრამირების სამყაროში. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.